მიხარია რომ მოვახერხეთ და დღეს აქ შევიკრიბეთ. მადლობა ნუგზა რამ იდეისთვის. შარშან ჩვენ ვაკეთებდით შეხვედრებს დუშეთში და ჩამოყავდა თბილისიდან სხვადასხვა საინტერესო ადამიანები. მათ შორის ზვიადრატიანი და ხვდებოდ მოსახლეობას, მაგრამ წელს ცოტა ფორმატი შევცვალეთ და გვინდა რომ ეს იყოს უკვე YouTube-ის live stream. ეს არ იქნება მხოლოდ ჩვენი და ვერც იქნება ჩვენი გადაცემა, ეს გვინდა გადაცემა იყოს ყველასთვის, ვისაც პრობლემა აქვს, ვისაც უნდა რამე თემაზე საუბარი, შეიძლება თვითონ არის საუბრობს ამ თემაზე, მაგრამ საინტერესო იყოს მისთვის რაღაცა კონკრეტული თემების გარჩევა. ჩვენ დაგეხმარებით რომ მოვძებნოთ ხალხი კვალიფიციური ადამიანები, ვინც შეძლებენ ამ თემატიკაზე საუბარს. მაგალითისთვის ვიტყვი რომ შემდეგი გადაცემა იქნება უკვე კონკრეტული ჩერჩეული თემაზე. ერთი რაც არის, აი შენ ახსენე შარშანდელი ჩვენი აქტივობა, ხო, რომ ჩავდიოდით იქ დუშეთში და საკმაოდ საინტერესო თემებით თუ არ მეშლება 3 შეხვედრა ჩავატარეთ. სამწუხაროდ აი ისიც არის ფაქტი, რომ რამ გამოიწვია ის, რომ თქვა ჩვენ გადავწყვიტეთ ლაივში გასვლა, ხო? სამწუხაროდ თუნდაც დუშელებიც კი იქ არ აქტიურობდნენ, არ მოდიოდნენ. აი საინტერესო რა იყო, იცი რომ არ აქტიურობდნენ არა. ჩვენ რო ჩავდიოდით და ვაკეთებდით შეხვედრებს, მე ამ შეხვედრებს უშვებდით ჩვენ Facebook გვერდის live-ზე. ვინც არიც ის შეგიძლიათ ნახოთ, საფიხნო არის ჩვენი გვერდი Facebook-ზე და შეგვიძლიათ დააფოლოვოთ. გამოგყვეთ და არ გამოგრჩებათ სიახლეები, მათ შორის იქაც იქნება ხოლმე წინასწარ ინფორმაცია ამ YouTube-ის სტრიმებზე. ჩვენ იმ ვიდეოებს, რომელსაც Facebook-ზე გვერდზე ვუშვებდით მე live-ში, ნახვები ქონდა ხოლმე დაახლოებით 10,000 ჯამში, 10,000 სპარგლებში. რაც რაიონის მოსახლეობის, მე მგონი ნახევარია, ხო, თუ არ ვცდები. რეალურად ინტერესი იყო. მაგრამ ფიზიკურად მოსვლის და დასწრების სურვილი თუ შიში თუ გარკვეული შეფერხება ქონდა. იყო ესეთ შემთხვევებიც, ვისაც ეუბნებოდნენ რომ არ მიხვიდე, არ დაესწრო, არ დაალაიქო, არ გამოიჩინო აქტიურად. მოსული ფაქტია ალბათ ჩვენ რეალობაში სამწუხაროდ, როცა მუნიციპალიტეტი შეიძლება პატარა იყოს, ყველა ერთმანეთის ნაცნობია, ვიღაც სადღაც მუშაობდეს და იქ რატო დააკომენტარე ან რაღაცა ასეთი დავიდეს, ხო და ალბათ სწორედ ეს იყო მიზეზიც, ხო იმის, რომ ნახვები გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ადგილზე მოსული. იმიტომ რომ აი ეს იყო, თქვათ, რაღაც გაუცხოვება, რომ აი მე რაღაც იქ არ მივიდე და არ დამინახონ, რომ იქ პრობლემებზე საუბრობენ და შენ რა გინდოდა ეს. და ჩავთვალეთ, რომ ეს ლაივი უფრო მიეხმარება, თუნდაც რაღაც ფეიქ აკაუნტი და მოგწერონ თავიანთ პრობლემებზე, თუ გამოჩენა არ უნდა ამ პირად შემოგწერონ, ან გვერდზე მოგწერონ უკვე უშუალოდ და ამეებზეც ვისაუბროთ.